წინა ვიდეოში პროპორციებზე ვისაუბრეთ, ახლა კი დროა ამოვხსნათ განტოლებები პროპორციის გამოყენებით. თავდაპირველად ამოვხსნათ ისეთი განტოლება, რომლის პროპორციაც მოცემულია წილადებით. როგორც წინა ვიდეოში ვისწავლეთ, თუ პროპორცია მოცემული გვაქვს წილადებით, ამ შემთხვევაში ჯვარედინა წევრების ნამრავლები ტოლია. ანუ x-ი გამოვლებული 4-ზე, ანუ 4x-ი იქნება 3-ჯერ 8-ის ტოლი. მხარეს დავტოვოთ უცნობი x-ი, ხოლო მისი თანამამრავლი 4 ტოლობის მეორე მხარეს გადმოვიტანოთ გაყოფით. მივიღებთ 3-ჯერ 8 შეფარდებული 4-დან. 4 და 8 იყოფა, ანუ იკვეცება 4-ზე, მივიღებთ მნიშვნელში 1 და მრიცხულში დაგვრჩება 2, ანუ 3-ჯერ 2, რაც უდრის 6. ახლა ისეთი განტოლება განვიხილოთ, რომელშიც პროპორცია მოცემულია გაყოფის ნიშნებით. თუ პროპორცია მოცემულია გაყოფის ნიშნებით, მაშინ კიდურა წევრების ნამრავლი უდრის შიგა წევრების ნამრავლს. შიგა წევრებია x-ი და 25, ანუ 25x-ი იქნება 3-ჯერ 100-ის ტოლი, ანუ 300-ის. მივიღებთ კვლავ ერთუცნობიანი უმარტივესი განტოლება, დავტოვოთ x-ი ცალმხარეს, გადავიტანოთ მისი თანამამრავლი ტოლობის მეორე მხარეს გაყოფით, მივიღებთ 12-ს. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი კოდი და დაელოდე მომდევნო ვიდეოებს.